მოგესალმებით. ეს არის კასპის ხმა, მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. ჩვენ დღეს სტუმრად ვიმყოფებით ცეკვის აკადემია დიდგორის დამაარსებელთან, ქალბატონ ქეთევან მონასელიძესთან. მე როგორც ვიცი, ქალბატონო ქეთევან ცეკვის ანსამბლ დიდგორის დაარსებიდან 44 წელი გავიდა. დიახ, მასია. და თუ დაგვდებთ პატივს, მოგვითხროთ ცეკვის ანსამბლ დიდგორის დაარსების ისტორიის შესახებ. პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან სასიხარულოა რაიონში რომ არსებობს კასპის ხმა და ამათ ვიმამბებს ეთერიდან ვიგებთ შესანიშნავად და მიხარია თქვენ ხართ ჯამთა აღწერელები ერთ-ერთი და ისტორიის შემქმნელები ჩვენი ქალაქის კულტურული და ისე ცხოვრების, ისედაც ხო არსებობს მნიშვნელოვანი თარიღები. დიდი მადლობა შეფასებისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან პატივია. გაიხარეთ. მე უბრალოდ რა ქვია, მიხარია ცეკვის აკადემია დიდგორი, რომ დღემდე ფეხზე დგას წარმატებები 44 წელია, 45 წელს მიუძღვენი, თუნდაც ეს გამოფენა, ეს შენახული მქონდა სადღაც აღჩი და სათუთად ვინახავდი თვითონ ნაშრომს, მაგრამ გავაკეთე რაღაცა პატარა რემონტი და ჩემ შვილებს ვუთხარი, მე უნდა გავაკეთო აქ მინი მუზეუმი და აი ეს ოცნება ამიხდა, რომ მიხარია ყოველ დღე უყურო დიდგორის წარმატებებს გავიხსენო. ესა თუ ის ემოციური დღე დღესდღეობის ანსამბლშიც 4 ანსამბლი. დიდგორი 2, დიდგორი 3 და დიდგორი 4 და ჯერჯერობით პატარა დიდგორელები უწოდეთ ამას. ალბათ კასპში, ესე იგი 50000 ბავშვი მაინც დადიოდა დიდგორის ანსამბლში სტუდიაში და ეუფლებოდა ცეკვას. თვითონ 16 თაობა შეიცვალა. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები მოდიან, სწავლობენ, ეწყობიან, ცეკვავენ, მერე სკოლას ამთავრებენ, უმაღლესში ეწყობიან, დღეს იმათ შვილები მოყვათ, შვილები მოყვათ ცეკვაზე. არც დავდივართ არცად სკოლაში გამოცხადდება, მოდიან იმისი შვილი და გიხარია უბრალოდ რომ ესე ივსება. ნამდვილად, რომ ესე იგი ქორეოგრაფიული ცეკვის აკადემია დიდგორი თაობიდან თაობებს გადაეცემა თავიანთი მშობლებიდან გამომდინარე. ეს არის აი მართლა მისასალმებელი ფაქტი. სხვათა შორის ცეკვას ბავშვის აღზრდელობით საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი. ის მშობელი, რომელსაც ქართულ ცეკვაზე შემოყავს ბავშვი, უკვე ეროვნულია. იმის მუხტით არის დატვირთული, რომ ცეკვა მასში ასოცირდება როგორც ქართველი კაცის სამკაული. დიდება, ერის სიამაყე, როგორ შეიძლება კასპში არსებობდეს რამდენიმე ცეკვის ანსამბლი, იქ ბავშვი არ ატარო, არ ისწავლოს, არასოდეს მოცეკვავა ცუდ საქმეს არ ჩაიდეს. და ვიცით, რომ კასპი ამ მხრივ არის ძალიან განებივრებული და ერთ-ერთი ყველაზე აი ხელმისაწვდომი არის ეს თქვენი ქორეოგრაფიული ცეკვის აკადემია დიდგორი და ამისთვის მე მინდა პირადად და მშობლების სახელთაც დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მშობელი რომ მოგიყვანს ბავშვს და თქვენ მას განდობთ, რომ ის ეროვნული სულისკვეთებით გაზარდოთ, როგორც თქვენ თქვით, რომ ის ატარებს ეროვნულ სამოსს. ეს რამხელა ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ არ იკარგება ჩვენი ეროვნულობა და ის ბავშვი იყვარებს ჩვენს ეროვნულობას სამოსით და ცეკვით. სამოსითაც, ილეთითაც, იმიტომ რომ მოძრაობით გადმოცემული ქვეყნის ისტორია, ჩვეულებრივი ისტორია, რომელიც შეიძლება რატო უკრავს მსოფლიო მაინც და მაინც ტაშს ქართულ ცეკვებს, იმიტომ რომ საოცრებაა და თუნდაც სუხიშვილების ანსამბლი, როდესაც პირველად გავიდა გარეთ, მაშინ ძველად არ იყო გასვლის საშუალებები და მერვე საოცრება უწოდეს. მართლაც არის მერვე საოცრება. მე მაგალითად მჯერა ამ ყველაფრისა, რომ ეს არის განძი და შეუფასებელი სამკაული. და ამიტომაც უკრავს მსოფლიო ტაშს, რომ ეს არის მერვე საოცრება. და თქვენც აი ამ მერვე საოცრების განვითარებაში და ბავშვამდე და მშობლამდე მიტანაში დიდი წვლილი მიგიწვით.
იმიტომ რომ სახელი ზოგადად აქვს ძალიან სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი წარმატებული ხართ ამ თქვენ სფეროში, ამხელა მინი კი არა, ეს არის მართლა კასპელებისთვის დიდი მუზეუმი, რაც თქვენ აი აქ თქვენი ხელით და თქვენი სულისკვეთებით არის შექმნილი და გაკეთებული, მე რასაც აქ უყურებ, ეს სიამოვნებას მანიჭებს, მე პირადად და დარწმუნებული ვარ თვითონ ჩვენთაგანს, ვინც აქ შემოვდგავთ ფეხს, აი ასეთივე სითბოთ და სიყვარულით განიმსჭვალება, როგორც მე. ხათაშორის ქალბატონო მაიკო, ამ მუზეუმს ძალიან ბევრი მნახველი ყავს. ჩვენი მშობლები, ბავშვები, წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, კულტურიდან და მიხარია რომ მირეკავენ და აი თქვენც ესე მობრძანდით და ძალიან მიხარია რომ დაინტერესდით ამ საკითხით, იმიტომ რომ ცეკვა ეს არ არის ადვილი საქმე. არ მთავრდება იქ სამსახურში, მერე იწყება სატელეფონო საუბრები, საქმეების კეთება და ყველაფერი. მე მაგალითად ისე მიხარია, აი სუხიშვილების 60 წლის თავის იუბილეზე საჩუქრები და აი ბევრი რამე რა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. წარწერაც კი აქვს სუხიშვილები. ხო, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი, სულ ყველა მე რო გითხარით, ეხლა მოძრაობა და აგერ იქ არის ომარ მხეიძის ძეგლი, მოიტანეთ ეს ძეგლი. ეხლა მოძრაობაში გამოხატული, ესე იგი, გულგაშლილია ეს ადამიანი მიიღებს სტუმარს და ფეხის ცერზეც დაუდგება. აი, რატოა მოძრაობაში გამოხატული ქართული ამბავი? სასწაულია, მართლა საოცრება. ეს არის საოცრება. ეს არის ომარ მხეიძე, კარგდაცულია, ძალიან ნიჭიერი ქორეოგრაფია და მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ორგანიზაციები, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, ეგ არის მედლები. აქ ხედავ, არის უამრავი მედალი. უამრავი მედლები 44 წლის განმავლობაში. ბავშვებს ხო ეძლევათ, მაგრამ ესენი არის ანსამბლის განსაკუთრებული საჩუქრები. თვითონ მედალს ალბათ თავისი ისტორია აქვს. და თვითონ მედალს აქვს თავისი ისტორია. ჩვენ დავდივართ საქართველოს ყველა კუთხეში. 25 ჯერ ვიყავით უცხოეთის ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალზე. ალბათ ბულგარეთში, უნგრეთში, თურქეთის ულამაზეს ქალაქებში და მთავარი მოგზაურობისა ჯერითი შენ კულტურას აცნობ, მეორეცის ბავშვი უფრო მეტად ვითარდება და უფრო მეტად სწავლობს და უფრო მეტად უყვარს თავისი ცეკვა, რომ რამაც ქვეყნიერება გააცნოს, თუნდაც მაგ თვალსაზრისით. ანუ განებივრებულები ხართ კასპიდან შემდგომ ამ თქვენი ცეკვის გატანით საზღვარგარეთ გადიხართ სისტემატიურად და გაგაქვთ ეს ჩვენი ეროვნული ცეკვები. და აი როგორ ხდებიან ზოგადად უცხო ქვეყნებში აი ამ ეროვნულ ჩვენ ქართულ ეროვნულ ცეკვას მე ვიცი რომ როგორც აღნიშნეთ თქვენ რომ დიდი ტაშით და ოვაციებით და მე მგონი თქვენ თურქეთშიც ბრძანდებოდით ხო? აი ჩვენ სარწმუნოებით არ ვართ იცით რომ თურქები არიან სხვა სარწმუნოების ერი და აი როგორ შეხვდნენ მართლმადიდებლების ასეთ ეროვნულ სულისკვეთებას ის რაც ლამაზი და კარგია ქალბატონო მაიგა იმას ყველაფერს კარგად ხვდებიან მე ერთხელ სტამბოლში ვიყავით და მე და მარინამ შემთხვევით მოედანზე გავიარეთ სადაც ყველაფერი ინფორმაციებია გამოფენილი და თურქულ გაზეთში ანსამბლი დიდგორი იყო სურათებით და არ გაგეხარდება ესეთი ამბავი უბრალოდ აღნიშნეს იქ იყო 16 ანსამბლი ჩასული ხო შეიძლება სხვა 16-დან ერთ-ერთი ყოფილიყო მაის და მაის ქართული ანსამბლი იყო აღნიშნული და გავოცნე მე რა ეს უმეტეს იმის რომ ჩვენ სხვადასხვა კულტურის მატარებელი ხალხი ვართ და მაინც როგორი აღფრთოვანება გამოიწვია ქართულმა კულტურამ მუსულმანურ სამყაროში მე არ ვიცი აი მართლა კეთს ვიყრი თქვენი აი მღვაწლის ამ თავდადებული შრომის და კიდევ ერთ კითხვას დაგისვა მშობლების მხრიდან თუ არის მადლიერება მადლიერება არის იმიტომ რომ როგორ უნდა დაემდურო თუ არა მადლობა უთხრა მშობელს აცმევს ახურავს სადაც ეთქვი იქ მოგდევს მადლიერები ვარ და ჯერ მარტო იმიტომ რომ ცეკვაზე მოყავს ბავშვი მაშინ უკვე ეროვნული მუხტი დევს რაღაცა ქართული ცეკვა რომ ეს ხო თანდაყოლილია ქართველი ადამიანისთვის ცეკვა და სიმღერა ესეთი რამეა თუ კი ივლისის
აუცილებლად განავითარა ეს, მაგრამ ყველაში დევს რაღაცა პატარა ნაბერწკალი. ქალბატონო ქეთევან, აი თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი. აი რასაც აი აქ ვხედავთ ჩვენ, ეს თქვენი მიღწევა, თქვენი ეს დაუღალავი და აი მართლა დიდი შრომის შედეგი. აი თქვენი შემფასებელი ალბათ შვილები არიან, ხო? ტავს კი იკრავენ, მაგრამ შენი სული შინაგანად აი მაყოფილი ხარ, რომ აკეთებ რაღაცა საქმეს, პატარა აგურს დებს ხელოვნებაში, კულტურაში, რაღაცნაირად აი არ შეგწხვება შენით, რომ აი მე ეს რატო არ გავაკეთე. მე ყველაფერს ვაწესრიგებ ისე, როგორც არის საჭირო და ეხლა მადლიერება ტაშის ქვეშ ვცხოვრობთ ჩვენ. ხუხარეტაში ძალიან გვიხარია. მოცეკვავის შეფასება იქიდან იწყება და უამრავი ჯილდო ეხლა რომელი ერთი ჩამოგითვალო. თამარ მეფის ბრწყინვალების ორდენი. საქართველოს ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა. აგერ ის კიდევ არის ბრწყინვალების ორდენი, კიდევ ეს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა და ყველაზე დიდი ჯილდო პატრიარქის პრემია მაქვს მიღებული და მიხარია. თქვენ ხედავთ პირდაპირ ილია მეუროს სურათს ეს პრემია შეიძლება რომ კი ბატონო ხელით შევეხოთ კი როგორ არა ჩამოიღეთ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ნამდვილად ეს არის ყველაზე ძვირფასი ჯილდო ყველაზე ძვირფასი ჯილდო ბატონო ქეთევან ჩემი ყურადღება მიიქცია ამ ესკიზებმა, სადაც არის გამოსახული ქართული ეროვნული სამოსი, ხო? დიახ. ხო, აი ამის ისტორიას თუ მოკლედ მოგახსენებთ. კასპში 49 წელს და 49 წლებში, არა, 59-60 წლებში არსებობდა ანსამბლი ქართლი. ამის ხელმძღვანელი გახდათ ჟორა ჯუხარიძე. დაიწყო თუ არა მუშაობა რამდენიმე სოფელში და ისე მოიწვია მხატვარი ნიკოლოზ ყაზბეკი. და იმას შეუკვეთა და დაახატინა სურათები და იცით თავის დედანზე რა იყო? სურათები ხო იყო ყავისფერ კარდონზე დახატული, ნაჭრებიც ჰქონდა მიკრული, რითი რასამოსი უნდა შეეკერათ. და ნიკოლოზ ყაზბეგი პიროვნება მხატვარი, რომელმაც 300 თეატრის სპექტაკლი გააფორმა, 30-მდე ფილმი, რამდენიმე კიდევაც ვერ მოასწრო და ჯარისკაცის მამა გააფორმა. თუნდაც მარტო ეგერთი რამე გაიფორმებდა. აი ეს ძვირფასი საჩუქრები. მე მადლობა გადამიხადა მისმა ქალიშვილმა, რომელიღაცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, რომ მე კალანდიას სამსახურს ხელოვნების სასახლედ ჩავაბარე, ესენი ასლები გადავიღე და დავიტოვე ჩემთვის სახსოვრად. ძალიან და ეს წიგნიც მაჩუქა თვითონ კალანდია. ულამაზესი ესკიზებია, ულამაზესია. აქ ცეკვავდნენ თქვენ ახლა პატარები ხართ, არ გახსოვს, ცოცხალია ახლა ციური მუშკუდიანი, ნელი თარხნიშვილი, ლალი თარხნიშვილი. ის კი არა, ერთხელ ხრუშოვი იყო ჩამოსული და სპორტის სასახლეში ერთობლივი ცეკვა დადგეს, ილიკომ დადგა და კასპის გოგონებს აუძახა ერთი 12 გოგონას და ფერხული ერთად უცეკვეს ხრუშოვს. სპორტის სასახლეში და რეპეტიციების დროს შეეკითხა იმას, რა ქვია, ნელის. ნელი ქალბატონო ნელი როგორ ბრძანდებით თარხნიშვილი უთხრა. მე ლალი ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო. ლალის კითხა რა თქვენო რაგვარი ხართო და მე თარხნიშვილი ვარო და ვაიმეო სუ თავადები ყოფილხარ და მარტო მე გამომდივარ გლეხიო და აი ამ კაცმა გლეხი იყო თუ თავადი ნამდვილი ღირსეული ქართველი იყო ქართულ ცეკვას რაც გაუკეთა ალბათ ვამაყოთ რომ სავიზიტო პარადია მისი ანსამბლის და მისი დაწყებული საქმეებს მისი შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ. ქორეოგრაფიული ცეკვის აკადემია დიდგორის ხელმძღვანელი ბრძანდებით ქალბატონო ქეთევან და თუ შეიძლება რომ თქვენი გუნდი გაგვაცნოთ. აუცილებლად მე მყავს შესანიშნავი გუნდი. დღეისთვის მთავარი ქორეოგრაფია მარინა ზუშვილი, მობილიზებული და სპეციალისტი, ჩვენ უკვე რამდენიმე ათეული წლები ერთად მუშაობთ. მისი ქალიშვილია კიდე დარინა პაპაშვილი, არაჩვეულებრივი ნიჭიერი და შრომელი ადამიანი და
სახელმწიფო ანსამბლიდან ნართებიდან მოწვეული ყავს სოლისტი ალექსი ჯანგირაშვილი. დღესდღეობით 4 ადამიანი ვიმსახურებით ამ ყველაფერს და წარმატებები და წარმატებები ჩვენ გუნდში წყვეთ ყველაფერს. გუნდურობის პრინციპი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება უმნიშვნელო რაღაცა იყოს, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვა გითხრას, ჩვენ ერთად წყვეთ ყველა საკითხებს. და აი ამ გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, აი როგორც ასეთი აქტიური, მოტივირებული ქალბატონი, ხელმძღვანელი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელს და ამიტომაც არის რომ ეს თქვენი აკადემია არის მოთხოვნადი და წარმატებული. მე ხედავ აი აქ სულაბერიძის ქართულ ცეკვას, ლატავრა ფოჩიანთან არის გადაღებული. ეს იყო კონკურსი ფრიდონისეული და იქ მოგვცეს ეს სურათები. აგერ ომარ მხეიძე, ბრავო ომარ ტარდებოდა რამდენჯერმე და მე როგორ შემეძლო რომ ამ ღონისძიებებს არ დავსწრებულიყავი. ალბათონო ქეთევან, ვინც ქორეოგრაფიით არის დაკავებული, დამწყები, ასე რომ ვთქვათ, და აპირებს ამ კუთხით თავის საქმიანობის გაგრძელებას, თქვენ როგორც კომპეტენტური და როგორც პროფესიონალი, რას ურჩევდით მათ? დამწყებ ქორეოგრაფებს. ნამდვილად ურჩევდი, რომ შეიყვარონ თავისი საქმე, შეიყვარონ ბავშვები, რომ შეაყვარონ ცეკვა ჯერ და მერე ასწავლონ ბავშვებს, რომ ბავშვს უნდა უყვარდე და ისე მორბოდეს შენთან, ისე მოდიოდეს, ეგეფერებოდეს. მე მაგალითად ბედნიერი ვარ, იმით რომ ვზივარ სკამზე და რეპეტიციას რო გავლენ, რო შემოვლენ, მეხვევიან, რო გავლენ, მეხვევიან, მეხუტებიან. აი ერთენ სითბოს გამოვხატავთ უყოლას. ეხლა ერთი მაგალითი მინდა მოგიყვათ მაგის შესახებ, რომ პატარა გოგონა იყო 5 წლისა მოვიდა ცეკვაზე და არ დგებოდა ცეკვაში და თავისი გვერდზე მოდი უყურე მეთქი ცოტა ხანი და მე სურათები ვაჩვენე ტელეფონით, ჩემი რაღაცები მოუყევი. ისე გამიხსნა ეს ბავშვი, ბაღის შეყვარებულზეც კი მომიყვა და ცოტა ხნის მერე გაიქცა და დადგა თავის ადგილზე, იმდენად გაშინაურდა. აი ესეთი სითბო უნდა დახვდეს ბავშვს. უცხო გარემო არ უნდა დახვდეს. აი ეს სიყვარულის ენა, როგორც ასეთი, რომელიც ყველას ესმის. აი ამენით რომ გაესაუბრეთ ბავშვს, ხო? მანაც გაგიგოთ და წამსვე ჩაერბა იმ ფერხურში, რასაც ქვია ქართული ცეკვა და მასთან ზიარება. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, როგორც ხელოვან ქალბატონს და როგორც ღვაწლმოსილ, წარმატებულ ხელმძღვანელს და მე მინდა ქორეოგრაფიული ცეკვის აკადემია დიდგორს უსურვო წინსვლა და უამრავი, უთვალავი გამარჯვება. ჩემო მაყურებელო, ეს იყო რუბრიკა ხელოვნების ამბები და შემდგომ იმედია რომ გავაგრძელებთ ამ კუთხით კიდევ საუბარს და ბევრ თქვენს წარმატებებზე ვისაუბრებთ და გავაცნობთ ჩვენს რადიო მსმენელს თქვენს შესახებ უფრო ბევრ კარგ სასიამოვნო ამბებს. დიდი მადლობა თქვენ. ორმესი მადლობა გითხრათ რომ დაინტერესით ამ საკითხით და ესე კარგად გააშუქეთ და ალბათ რაიონიდან ძალიან ბევრი გაიგებს ამ სიახლეებსაც. ჩვენთან გაზეთი არ არის ის არა და მე ძალიან მიხარია რომ არსებობს რადიო უკვე თქვენთან და დიდი მადლობა ამ ყველაფრის. გაიხარეთ. ჩემო მაყურებლებო, ჩვენ სტუმრად ვიმყოფებოდით ქორეოგრაფიულ ანსამბლ დიდგორის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ქეთევან მონასელიძესთან. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.